მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მთელ საემიგრანტოს უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თითოეული თქვენთაგანი. დიდი ხანი არ ჩამიწერია ვიდეო მიმართვა, ამის მიზეზი არის ჩვენი ძალიან გადატვირთული გრაფიკი. დღეს მინდა ვისაუბრო მრავალფეროვან საკითხებზე და გაგცეთ პასუხები. ძალიან ხშირად მოდის კითხვები, რომლებსაც ბევრ თქვენთაგანს ვერ ვცემ პასუხს დროის უქონლობის გამო. ასევე შეიძლება 5-6 დღის მერეც გიპასუხოთ, ცუდად არ გამიგოთ, ძალიან გთხოვთ მომიტევეთ. ძალიან ხშირად მოდის ერთი და იგივე კითხვა, რასაც მე უძლური ვარ და გგონიათ რომ გიორგი მიცის და არ გვეუბნება, ან საერთოდ არ პასუხობს. არის ესეთი კითხვები, მაგალითად გიორგი დამიმთავრდა დეპორტის ვადა და სარფზე რომ მივიდე თუ გამიშვებენ, ან მქონდა ჯარიმა გადასახდელი, არ ვიცი რამდენი არის და თუ მინახავ სისტემაში. ან კიდევ არის ესეთი კითხვა, რომ ჯარიმა საერთოდ არ მითხრეს და არც ვიცი რამდენია, თუ შემიმოწმებ რამდენია, ან საკონსულოში რომ გადავიხადო, ან სხვაგან რომ გადამიხადო, თუ გადამიშვებენ და საერთოდ რა ხდება ჩემს სავიზო ისტორიაში. ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან მინდა რომ ამ საკითხებში და ამ პასუხებზე გაგცეთ, ამ კითხვებზე უпростоრად გაგცეთ პასუხი, მაგრამ მე ვარ უძლური თქვენ, რასაც მეკითხებით, მაგალითად საბაჟოზე რა ხდება, თუ გაგატარებენ, ჯარიმა რამდენი იყო, რას მოიმოქმედებენ, მე რომ ეს ვიცოდე, მაშინ უნდა ვიყო თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ში მომუშავე პერსონალი და უნდა მქონდეს წვდომა საბაჟო სისტემაში, ან მიგრაციის სამსახურის სისტემაში. მე იცით რომ ამას არავინ არ მომცემს და სამწუხაროდ ვერ ვამოწმებ ესეთ სიტუაციას, რომ თქვათ მაგალითად შევიყვანო თქვენი პირადი ნომერი, ან პასპორტის ნომერი შევიყვანო და ვნახო რომ თუ გაგიშვებენ, ან თუ გაგატარებენ, ჯარიმას თუ გადაგახტევინებენ, არ გადაგახტევინებენ, რამდენი დრო დაგჭათ, ესეთები ქალბატონებო და ბატონებო მე არ ვიცი. ერთადერთი კითხვა, რაც არის, ამაზე პასუხს გცემთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ თქვენთაგანს გონია რომ ჯარიმას როცა არ ვიხდი, ხო მაგალითად აკრძალვა მოგცეს, მაგალითისთვის გეუბნებით 3 წლიანი, ჯარიმას როცა არ ვიხდი, როცა გავა 3 წელი, ეს ჯარიმა ანუ ლირდება, ანუ უქმდება. ადრე იყო 2020 წლამდე, როცა 5 წელი გადიოდა, 2020 წლამდე, როცა 5 წელი გადიოდა, იმ ჯარიმას არ იხდიდით, ჯარიმა უქმდებოდა. მაგრამ ეხლა თუ გინდ 10 წელიც რომ გავიდეს, 10 წელიც რომ გავიდეს ქალბატონებო და ბატონებო, ის ჯარიმა არასოდეს არ ნულდება, როცა დააპირებ თურქეთში გადასვლას, მაგალითად გქონდათ შეუსრულებლობა თურქეთში 5 წელი, გავიდა 5 წელი, როცა მიხვალთ სარფი იქნება თუ საჰაერო გზა იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებლად ის ჯარიმად იქნება, რაღაცა პროცენტები ემატება, მაგრამ ძალიან წირი, შეიძლება დაემატოს, თქვათ, გაქვს 20,000 ლირა ჯარიმა და დაემატოს მაქსიმუმ 5 წელიწადში 500 ლირა, მეტი საერთოდ არ იქნება და ჯარიმას აუცილებლად გადაგახტევინებენ. ეს თემა მოვაგვარეთ და ძალიან გთხოვთ, ხოვნა მაქვს ესეთ კითხვებს, როცა დამისვამთ და ვერ გცემთ პასუხს, არ გეგონოთ რომ მე მაქვს, თქვათ, თურქეთის პოლიციის სისტემა და სპეციალურად არ გიმოწმებთ თუ რა ხდება. თურქეთის რესპუბლიკა და მათი კანონები ძალიან გართულდა, საბაჟო საქმეები ძალიან გართულდა და ის სისტემა არ გვაქვს ჩვენ რომ შეგიმოწმოთ ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და გაგცეთ სწორი კონკრეტული პასუხი. ამიტომ უხერხულობაში ვარდები ძალიან და ზოგჯერ განვიცდი რომ სწორ პასუხს ვერ გაწვდით. საქმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. რაც შეეხება აკრძალვებს და დეპორტებს, ადრეც მისაუბრია და ეხლაც ვსაუბრობ, დეპორტების და აკრძალვების განსხვავება, ადრეც გითხარით და ეხლაც კიდევ გახსენებთ, რომ იგივე კითხვებს სვამთ და მთლიან ვიდეოში მინდა ჩავატიო ეს ყველაფერი, რომ ყველამ გადააზიაროთ და იგივე კითხვები არ იყოს დასმული. დეპორტი არის, როცა აგიყვანებენ თურქეთში ამ ადამიანის მიზეზის გამო, შეიძლება გადაცილება გქონდეთ, შეიძლება დანაშაული გქონდეთ, შეიძლება სხვა მიზეზები არსებობდეს რაიმე ისეთი და გადმოგაგზავნიან საქართველოში, შეიძლება გაგაჩერონ, შეიძლება არ გაგაჩერონ. ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ დაეთანხმეთ დეპორტს, როცა აგიყვანეს ღმერთმა უკნას, დაგიფაროთ ქუჩაში, როცა აგიყვანებენ
და მზადდება თქვენი დეპორტაციის პროცესები, აუცილებლად ეგრევე დაეთანხმეთ, რომ მინდა საქართველოში წასვლა. თორემ ძალიან გაწმადებით, გერი გიონდერმე მერქეშში, სადაც ეს ყველაფერი დგინდება და პროცესები მიდის, ძალიან ცუდი სიტუაცია ყოფილა, როგორც გავიგე. ამიტომ დეპორტი არის, როცა რომ აგიყვანებენ და გადმოგაგზავნიან საქართველოში და შეუსვლელობა და აკრძალვა არის, როცა თქვა თქვენი ნებით ტოვებთ თურქეთის რესპუბლიკას და თქვენი ვიზის დარღვეული დროიდან გამომდინარე გაძლევენ აკრძალვას მაგალითად 5 წლიანს. ეს არის შეუსვლელობა. ასევე კითხვები მოდის იმაზე, რომ გიორგი ფული რომ გადავიხადოთ, თუ შემიძლია თურქეთის რესპუბლიკაში შესვლა, მაგალითად ვერ მოვახერხე და ეხლა რომ თანხა გადავიხადო, თუ შემიძლია შესვლა თურქეთის რესპუბლიკაში, თანხის გადახდით და ჯარიმის გადახდით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აკრძალვა ან შეუსვლელობა არ იხსნება. თანხას ვერც გადაიხდი, ანუ საზღვარზე როცა მიხვალ, გეტყვიან რომ აკრძალვა გაქვს და როცა დასრულდება და შემოსვლას დააპირებ, მაშინ გადაიხდით თანხას. ბევრს გონია რომ საქართველოში შეიძლება თანხის გადახდა, ჯარიმის გადახდა, საკონსულოში შეიძლება ესეთი რამე, ქალბატონებო და ბატონებო, არ არსებობს თანხის გადახდა ხდება მხოლოდ საზღვარზე, სადაც არსებობს ყველა საზღვარზე არსებობს მიგრაციის სამსახური. ანუ მიგრაციის სამსახური ეგრევე გიოჩედარესი ხედავს თითეული ადამიანის ჩვენს ისტორიას, ანუ რა დროს შევედით, რა წამში რა გავაკეთეთ, რა დროს გამოვედით, ყველაფერი და ჯარიმებიც ასევე ეხება მიგრაციის სამსახურს. მესამე თემა ძალიან გართულდა თურქეთის რესპუბლიკაში სავიზო საკითხები, ანუ ყველაფერს ყურადღება ექცევა, ყველაფერს წერტილ-წერტილ საქმის სწორად გაკეთება უნდა, ასევე ძალიან დიდი კონტროლებია, ძალიან აკონტროლებენ მისამართებს და რა ვიცი, ძალიან ისეთი სიტუაცია, რომელიც ნამდვილად ადრე ესეთი სიტუაცია არ იყო. ასევე ბევრი კითხვები მოდის, ვამბობ ყოველთვის ვიდეოში, მაგრამ შეიძლება ვერ გვხვდებათ და ამიტომ არც მიგვირს შეიძლება რომ იგივე კითხვა დამისვათ. როცა ვთქვათ მაგალითისთვის მე მაქვს აკრძალვა 3 წლიანი. 3 წლიანი აკრძალვის შიგნით ბევრი ცდება და აკრძალვინებს მაგალითად ჩვეულებრივ მოწვევას, აკრძალვინებს სამუშაო უფლების მოწვევას, აკრძალვინებს სავადმყოფოდან მოწვევას. სავადმყოფოს მოწვევა უკვე ძალიან გართულდა, იცით, ჩვეულებრივ ადრე რომ ექიმი წერდა, ესეთი არა. არის მე სავადმყოფოს მოწვევები საერთოდ არ გამიკეთები, არ მიმუშავია ამ ხრივ, მაგრამ ძალიან რთულათა საქმე, ანუ უნდა დაამოწმოს შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტრომ თურქეთში, ანუ შტრიხ-კოდიანი მოწვევა უნდა იყოს, რომელიც უკვე საკონსულოც ხედავს, სახელმწიფოც ხედავს და საქართველოს სახელმწიფოს ხედავს, თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი სიტუაცია და ცოტა ისეთი რბილი ავადმყოფობა არ უნდა იყოს, ღმერთმა გვაშოროს, რაიმე ისეთი ცუდი დაავადება თუ იქნება, ამ შემთხვევაში შეიძლება სამედიცინო მოწვევით მოიხსნას. ანუ ერთი სიტყვით, ვერც ერთი მოწვევით რაც არ უნდა იწვალოთ, ქალბატონებო და ბატონებო, ყველა მოწვევაზე მოდის უარი და ნუ დაუჯერებთ ისეთებს რომ ჩამირიცხე, გადმომირიცხე, ვაკეთებ, გავაკეთებ. როცა ჩემთან ადამიანი მოდის და მეუბნება რომ გიორგი მე მაქვს თქვათ 5 წლიანი აკრძალვა, 3 წელი გავიდა, 2 წელი მაქვს დარჩენილი და სამუშაო მოწვევა რომ გამოვაგზავნინო პატრონს, თუ იქნება მე პირდაპირ ვეუბნები რომ ამის შანსი არის ძალიან მცირე და ძალიან ბევრი იყო მყავდა მაგალითად ერთი თვის უკან გარისკეს, მაინც გარისკეს, ანუ უთხარი რომ ტყულა უნდა ჩაყაროთ თანხები და პატრონმაც გარისკა და დასაქმებულმაც უпроსორად ქართველმა ქალბატონმაც გარისკა და მოვიდა უარი. ანუ ერთი სიტყვით, არანაირი როცა აკრძალვა გაქვთ და ან თქვათ დეპორტზე ხომ ძალიან რთულათა საქმე, აკრძალვა გაქვთ, არანაირი მოწვევა ამ წუთას არ შველის უკვე თურქეთის რესპუბლიკამ ძალიან გაართულა საქმეები. შეიძლება გრძელი ვიდეო გამომივიდეს, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი ჩავატიო და ყველაფერში ცოტა გაგებულად მიიღოთ და გაითავისოთ რომ ამ საქმეში რა ხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არანაირი მოწვევა ამ წუთას აკრძალვაზე და შეუსრულობაზე არც ერთ საქმეში მოდის 100-ში 100 უარები მოდის, გაითვალისწინეთ და ნუ მოტყუდებით და თანხებს ნუ დახარჯავთ,
ნურცეთ დანიშმალნიკებთან და ნურცეთ იმ სიტუაციასთან. ასევე მე ერთი თვის უკან თუ რაღაცა დავდე, მე პოსტი ვერ წავშალე, უბრალოდ დამჭა, რომ მიგრაციის სამსახურმა გააძვირა თქო გადასახადები, ის გადასახადები ისევ დააბრუნა 2 დღის მერე, მე იქ განახლება მივეცი პოსტს თავშივე, მაგრამ ზოგს ისევ ეგონა რომ გაძვირებული დარჩა, ანუ ოთურმა ინზინებზე ვსაუბრობ, სამუშაო უფლებებზე ვსაუბრობ, გაძვირებული იყო ერთი პერიოდი, მაგრამ ეგრევე 2 დღის უკან, მე 2 დღის შემდეგ ისევ დააბრუნა გადასახადები უკან და იქ წერი როცა მიგრაციის გეოჩიდარესის საიტზე შეხვალ, იქ პირდაპირ უარი, ანუ გაფრთხილება ამოდის, რომ ეს თანხები, რაც არსებობს, შენარჩუნდება 2027 წლის 1 იანვრამდე. ანუ აკრძალვის და დეპორტის მოხსნა რა გზით შეიძლება, ამასაც მეკითხებიან. ერთადერთი გზა ამ წუთას, მაგრამ იგიც კონტროლდება ძალიან და შეიძლება უარიც მოვიდეს. გააჩნია საქმის წარმოებას, როგორ დაიწყებთ, როგორ გააკეთებთ, როგორ დაასრულებთ, არ ვიცი, ჩვენც ვაკეთებთ, ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ ამ საქმეს თურქეთის მოქალაქესთან ოფიციალური ქორწინებით. ოღონდ ამასაც უნდა ძალიან ფრთხილად გაკეთება, ამასაც უნდა ძალიან სათუთად წერტილ საქმის წაყვანა და რა უნდა ისაუბროთ საკონსულოში, თქვათ, რა უნდა გავაგზავნოთ, წამოსვლამდე თქვათ, თქვენ ხართ მაგალითად ქალბატონი თუ გინდა მამაკაცი, უნდა ჩამოიყვანოთ თქვენი რჩეული ნამდვილად, ვინც არის თურქეთიდან, სანამ წამოვა იქამდე დოკუმენტებს ვიღებ, ვამუშავებ, ანუ დოსიას ხსნი, უფრო ადვილდება საქმე და უფრო სისტემა ხედავს, რომ ეს არის რეალური და ანუ ყველა წერტილ საქმეს უნდა სწორედ გაკეთება. ერთადერთი გზა, ქალბატონებო და ბატონებო, ამ წუთას არის თურქეთის მოქალაქესთან ქორწინება, თუ დროზე ადრე შესვლა გინდათ. მეოთხე თემა, თუ მეხუთე თემა არც ვიცი რამდენი მოვყევი და რამდენი ვისაუბრე, არის AFI. AFI იცით რომ წელწადნახევარია უკვე თურქეთის რესპუბლიკამ დაუშვა. თურქეთის რესპუბლიკა არც ისე სულელია, იცით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველაფერს აკვირდება და ყველაფერს აკონტროლებს უკვე. თქვა რომ ამდენი ძალიან ბევრი იცის, სტატისტიკურად ყველაფერს ხედავს თურქეთის რესპუბლიკა, თუ სად გადაადგილდებით, რას აკეთებთ, ძალიან ზეპირად იციან ყველა შესაბამისმა სტრუქტურამ. იფიქრა რომ მაინც გაჩაკად მუშაობენ, ანუ არალეგალად მუშაობენ ესა და იმ ქვეყნის წარმომადგენლები, ქართველები იქნება, თურქმენები იქნება, უზბეკები იქნება, მნიშვნელობა რა. მოდი დავუშვებ ასეთ კანონს, თუ ნამდვილად მუშაობს ოჯახზე, ოღონდ AFI, ანუ შეწყალება არის დაშვებული მხოლოდ ოჯახებზე, მოხუცის, ბავშვის, ინვალიდის ან ავადმყოფის მოვლელად, ფირმებზე, დაწესებულებებზე, ფაბრიკებზე, ლოკანტა ესეთები გამორიცხეთ, არ არსებობს, არ მოტყუვდეთ და იფიქრა რომ მაინც მუშაობენ, დაუშვებ ესეთ რამეს, ძალიან ბევრ თქვენთაგანს, მაგალითად ქართველი იქნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა რომ გადავიდეს ლეგალობაზე, რომ გაუშვავ თქვათ თავის ქვეყანაში, აღარ უნდა შემოუშვავ თქვათ ის 5 წელი და სხვა, რაიმე შანსი არ არსებობს ქორწინების გარდა, დავუშვებ ესეთ სიტუაციას, მივიღებ ამით მეც თანხას, სახელმწიფოში თანხა შემოვა, თუ დაუდგება პატრონი, ანუ ეგრეთ წოდებული დამსაქმებელი, გარანტორად, იქ სწორად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში კი ბატონო შემიძლია გავცე და გადავიყვანო არალეგალობიდან ლეგალობაზე. ამასაც თავისი პროცედურები აქვს, სწორად განსაზღვრა უნდა, სწორად გაკეთება უნდა საქმეს. ამ შემთხვევაში ძალიან ავიცი, ჩვენ მარტო მოგვივიდა ერთი უარი წელიწადნახევარის განმავლობაში, არ ვიცი, რამოდენიმე კი არა, უამრავი AFI გავაკეთეთ და ერთ-ერთი პატრონი, ისეთი პატრონი იყო, რომ ძალიან ჰაერზე გისმენდათ, ანუ როცა ვესაუბრებოდა, ვეუბნებოდი, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა გავაკეთოთ, შემოსავალი, ეხლა პატარა ბავშვით ხომ არ ვეტყვი, რომ გამომიგზავნიება ეს შემოსავალი ზოგი არის, ზოგი დამსაქმებელი, წარმოიდგინეთ ქალბატონებო და ბატონებო, ზოგი დამსაქმებელი, როცა სამუშაო უფლებას ვაკეთებ თუ რაღაცას ვაკეთებ, შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტს არ მაჩვენებს. არ მაჩვენებს, მაგრამ ანუ მინდა რომ დავინახო, რომ აკმაყოფილებს თუ არ აკმაყოფილებს, მაგალითად სამუშაო უფლების გაგრძელებას როცა ვაკეთებ ჩალიშმაიზინის ან თქვათ პირველად ვაკეთებთ ოთურმიდან ჩალიშმაზე, სამუშაო უფლების საიტზე გეუბნება რომ მანახია და ამიტვირთე გელირდრუმუნუ გიოსტერინ ბელგია, ანუ შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი მანახე და ამიტვირთე, ხო? იქ მას გამზადებული აქვს უკვე კომპიუტერში, როცა დისტანციურად ვაკეთებ და პირდაპირ ვტვირთავ, შეიძლება გახსნის უფლებაც არ მომცეს. და ამიტომ ერთადერთი უარი იყო, ვუთხარი პატრონს,
კი, თავი მიქნია, სხვათა შორის აკეთებდა საქმეს ნაცნობობით, ხათრით, ანუ თქვათ, მე ვარ ქალბატონი, ვმუშაობ დალაგებებზე და ერთ-ერთი ქალბატონმა მითხრა, რომ თქვათ, პირობითად დავარქვათ ნინო, ხარ არალეგალი და შემიძლია რომ თქვათ, ჩემი შვილთან დაგასაქმო, ამ ქალბატონმა აუხსნა ქართველმა ქალბატონმა პირობები, მეც გამასაუბრა, კი, თავი მიქნია ყველაფერზე, უთხარი რომ შემოსავლებს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა, ყოველთვიური შემოსავალი ამდენი უნდა აჩვენო, ამდენი უნდა კი, თავი უქნია, თან ხათრით უკეთებდა საქმეს, ხან არ ერეცალა, ხან გეჩერესი ჯალით ვაგზავნიდით, ხან ვეხვეწებოდით თუ რაღაცა იყო რომ ქართველი ქალბატონი არ გააგდოთ შუაში თქო და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი, როცა მივიდნენ უკვე ბოლოს წარდგენაზე, არ მიუტანია შესაბამისად. მე როცა ვკითხე რომ ხომ ყველაფერი სწორად და კი და ამიტომ მოვიდა უარის სხვა უარები მე რაც გამიკეთებია ბევრი თქვენთაგანიც აკეთებს ვიცი გამიკეთებია შეწყალებაზე უარი საერთოდ არ მომსლია აფის პირობები კიდევ ერთხელ გახსენებთ რომ ოჯახზე არის და თუ პატრონი არ ყავთ ან თუ ისეთი ადამიანი არ ყავთ ოჯახი შეიძლება ხათით ვინც გაგიკეთოს და თუ არ არის ესეთი ბავშვი მოხუციან ინვალიდი აფს ვერ გააკეთებთ, ანუ თურქი ოჯახის გარეშე თქვენ დამოუკიდებლად აფს ვერ გააკეთებთ და ვერ ისარგებლებთ ვერანაირად. ამისთვის კიდევ ერთხელ გეუბნებით. ბოლო 6 თვის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ უარი მოსული ოთურმაზე, ეგრეთ წოდებული მინადრობაზე, არ უნდა გქონდეთ უარი მოსული სამუშაო უფლებაზე, ასევე თქვენს პასპორტს, საერთაშორისო პასპორტს უნდა გქონდეს 8 თვე და მეტი. ანუ თქვათ მაისი ახლა 8 თვე რომ გადავთვალოთ მაისი 6 დეკემბერი თებერვლის მაგალითად თებერვალში უნდა მთავრდებოდეს და უფრო მეტი კიდევ მინიმუმ 8 თვიანი პასპორტის მოქმედების ვადა და ამ თქვენი გადაცილებული ვიზის დროში მაგალითად მაგ 2 წლიანი გადაცილება არ უნდა იყოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ აყვანილი და რაიმე პრობლემა არ უნდა გქონდეთ თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავებთან რაიმე ისეთი გაუგებრობა და პრობლემა. ეს არის ქართველის პირობები და თურქის პირობები გითხარით. უნდა იყოს 12 წლამდე ბავშვი, 65 წელს გადაცილებული მოხუცი და ან ავადმყოფი ინვალიდით შეიძლება, ისე ავადმყოფით შეიძლება, ოღონდ უნდა გქონდეს ასთა რაპორო, ანუ ავადმყოფობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომ იქ წერია, რომ ექვემდებარება მოვლას. ავადმყოფის შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ასაკს თუ რამდენი წლის იქნება. ეს არის ძალიან კარგი რაღაც დაუშვა თურქეთის რესპუბლიკამ ქალბატონებო და ბატონებო და ამით რომ ისარგებლოთ ძალიან ბევრი თქვენთაგანი აგვიანებს ძალიან ბევრი თქვენთაგანს უნდა ძალიან ბევრი თქვენთაგანის პატრონს სურს მაგრამ შემოსავლები არ ყოფნის ძალიან ბევრი პატრონები მიკავშირდებიან და ცოტა ეძვირებათ იმიტომ რომ ხარჯი აქვს რა თქმა უნდა ქალბატონებო და ბატონებო მაგალითად ავიღოთ 2 წლიან გადაცილებაზე ხომ 2 წლიან გადაცილებაზე მინიმუმ ჯარიმა 15-16,000 ლირა ამოვარდება ასევე 6 თვიანი ოთურმა ჯერ ოთურმა კეთდება რა თქმა უნდა თუ მოქმედი ოთურმა არ გაკეთდა ჯერ ოთურმა კეთდება ჯარიმას იხდით ოთურმა უნდა გაკეთდეს და ოთურმის კარტა მოვა თუ არა ეგრევე უნდა გადახვიდეთ სამუშაო უფლებაზე სამუშაო უფლებას ისე ვერ გააკეთებთ თუ გინდა 3 თვიანით შესული იყავით თურქეთის რესპუბლიკაში ისე ვერ გააკეთებთ თუ მინიმუმ 6 თვიანი მოქმედი ოთურმის ბარათი არ გაქვთ ეგრეთ წოდებული ბინადრობის ბარათი არ გაქვთ და აქტიური არ არის თქვენი იაბანჯი ქიმლიკ ნუმარაუცხელთა პირადობის ნომერი რომელიც ხრიანებით იწყება და αφი ეს არის რომ პირდაპირ ჯერ ჯარიმა უნდა გადაიხადოთ იმ 6 თვიანის ხარჯი დაახლოებით 12,000 ლირა არის ასევე კერძო სადაზღვევო პაკეტი ოზელსაღლიკსიგორტა და დოსიაში მთელი რიგი დოკუმენტებია უმეტესი 99% არის პატრონის დოკუმენტები იმ შემთხვევაში უკვე რომ როცა ნახავს მემური იქ როცა მიხვალთ ოფიცერი ვინც იღებს დოკუმენტებს და გეტყვის ადასტურებს რომ მე ვიღებ ამ დოკუმენტებს არის ყველაფერი სრულად მე უნდა დაველოდოთ ბინადრობის ბარათს და როცა ბარათი მოვა თუ არა 20 დღის განმავლობაში უნდა გადავიდეთ სამუშაო უფლებაზე ამიტომ ძალიან ხარჯებთან დაკავშირებული ქალბატონებო და ბატონებო სამუშაო უფლების ხარჯი კიდევ ცალკე 13,600 ლირა არის თურქული ერთწლიანის გადასახადი ერთჯერადი და ზოგი როცა რომ მესაუბრება ძალიან ადვილი საქმე გონიათ და ძალიან თქვათ იაფი საქმე გონიათ მაგრამ თურქეთის რესპუბლიკაში იაფი აღარაფერი არ დარჩათ იცით
ამიტომ თუ გექნებათ შანსი, იცით რომ არავის არ პატიობენ, ძალიან ბევრი აყვანები ხდება ყოველდღე მეხმიანებიან საქართველოსთან რომ გიორგი მიშველე ძალიან ბევრი თქვენთაგანი არასწორად აძლევს ნომერს, გონიათ რომ მე ვარ ადვოკატი, მე ქალბატონებო და ბატონებო ადვოკატი არ ვარ, გაითვალისწინეთ, მე ვარ სავიზო საქმეებში თურქეთის რესპუბლიკაში მომსახურეს ოფიცერი, რომელმაც სპეციალური კურსები გავიარე ამისათვის, კანონმდებლობაში ყოველდღიურად ჩახედული ვარ თუ რა ხდება სავიზო საკითხებში თურქეთის რესპუბლიკისათვის, ასევე ვარ დიპლომირებული თურქულის თარჯიმანი და ვეწევი სათარჯიმნო მომსახურებას საქართველოში, ქართული კანონმდებლობით, როგორც ნოტარიული დამოწმებით, ისე ნოტარიუსის გარეშეც. ამიტომ როცა რომ ნომერს მიცემთ, ადვოკატი, მე არ ვარ სპეციალობა ადვოკატი არ მაქვს, მე უბრალოდ ვემსახურები პროცედურებს, რომელიც უნდა გატარდეს სწორად და გაკეთდეს სწორად, რომელიც თავიდან ბოლომდე, ანუ A-დან Z კადარ თურქის არ იყოს, ვიცი. ამიტომ შეიძლება მე სხვა საქმე არ ვიცოდე, ეს საქმე ვიცოდე. თქვათ მე როცა ის საქმე არ ვიცი, თქვათ კურნალობა არ ვიცი, რა თქვათ ავათ რომ ხდები, მივდივარ ექიმთან და ასე დაკავშირებული მთელი ეკონომიკა. ყველას თავისი სპეციალობები და პროფესიები აქვს. მეხუთე თემა სამთვიან შესულებზე ძალიან ბევრი თქვენთაგანი მეხმიანება, რომ ოჯახში დავიწყე მუშაობა, მოეწონა ოჯახს ჩემი საქმიანობა, ასევე მომწონს მეც ოჯახი, მომწონს პირობები და მინდა გავაკეთო გიორგი დოკუმენტები და საიდან დავიწყოთ. ადრეც ვახსენე და ეხლა ვსაუბრობ. კიდევ მინდა შეგახსენოთ ერთ ვიდეოში ძალიან გრძელი ვიდეო გამოვიდა, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი ჩავატიო და ზედმეტი კითხვები რომ აღარ წამოვიდეს. ამ შემთხვევაში არის ორი გზა. პირველ გზასაც გეტყვით, მეორე გზასაც გეტყვით, მაგრამ პირველი გზა მეჩვენება ძალიან სულელურად და მეორე გზა ცოტა უფრო მარტივია. პირველი გზა, როგორც AFIS შემთხვევაში, იგივე სიტუაცია, ოღონდ ჯარიმას არიხდით. აქაც მიგრაციის სამსახური გეუბნება, რომ თუ თქვენმა პატრონი თანახმად აკმაყოფილებს პირობებს, მთელი რიგი დოკუმენტები უნდა შედგეს, ნოტარიუსიდან ფურცლებია, გადარბენებია, ისევ მიგრაციის სამსახურში. ამ შემთხვევაში მარტო აღარ მიდიხართ, მოყვება პატრონიც. პატრონი არის უკვე გარანტორი იქ. ხელს აწერს სახელმწიფოსთან გიოჩიდარესში, რომ მე ამ ქალბატონს ჩემთან დაიწყო მუშაობა, სპეციალ დილექციებს ვწერთ, განცხადებებს ვწერთ და იქ აღნიშნულია, რომ პატრონის სახელზე რა თქმა უნდა, რომ მე ეს ქალბატონმა დაიწყო ჩემთან მუშაობა, ძალიან მომწონს და კანონთან შესაბამისობაში მინდა ჯერ ავუღო ბინადრობის უფლება და შემდეგ გადავიყვანო სამუშაო უფლებაზე. რატომ მეჩვენება ძალიან სულელურად? თუ პატრონს თქვენი გამოშვება არ უნდა საქართველოში, ამ შემთხვევაში კი ბატონო, ოღონდ ორმაგი ხარჯია. უყურეთ, ამას წინ მყავდა ერთი ბატონი, თურქი, ძალიან შეძლებული ოჯახი იყო, დამირეკა აუხსენი პირველი პირობაც, აუხსენი მეორე პირობაც და მითხრა, რომ გიორგი, ჩვენ მყავს ძალიან პატარა ბავშვი, მე და ჩემი მეუღლე ყოველდღიურად დილით გავდივართ და საღამოს მოვდივართ და მე რომ საქართველოში გამოვუშვა, დაახლოებით 10-15 დღე მაინც დაჭირდება და მირჩევნია, რომ ორმაგი ხარჯი გავაკეთო და ეს ქალბატონი საქართველოში არ გაუშვა. იყო მეორე შემთხვევა, რომ თქვათ დრო ეწურებოდა, ბევრი დრო არ ქონდა მიგრაციის სამსახურში, ვერ ვასწრებდით საქმეს და ეგრევე გადმოაფრინა და ეგრევე გავაკეთეთ საქმე. ანუ პირველი გზა გითხარით, პირველი გზა არის ხარჯიანი, ანუ სულტყულად რომ ქიმლიკი დაიბეჭდოს, ანუ ბინადრობის ბარათი დაიბეჭდოს. ამისთვის დაახლოებით ნოტარიუსში უნდა გადაიხადოთ 5 დაზღვევა, კერძო სადაზღვევო პაკეტი დაახლოებით 1500-1600 ლირა, ანუ სულ ყველაფერი ლირაზე მაქვს საუბარი. ასევე მიგრაციის სამსახურში როცა მიდიხართ 6 თვიანი, 6 თვიანს ვწერთ, ერთწლიანი დავწეროთ, მეც გამოგართმევენ და მაინც 6 თვიანი მოდის, დაახლოებით 12-13 ლირამდე იქ იხდით. ასევე მე რომ მოგემსახურები, რა თქმა უნდა, ტყულა არავინ არ მუშაობს, იმის თანხა უნდა ავიღოთ. სტრესი მიგრაციის სამსახური, იცით რომ შეიძლება ხვალ გათენდეს და თქვას რომ ძალიან ბევრჯერ დაგმართნია, იცით რომ 2018-19 წელში ძალიან ბევრი დოსია გქონდა, მივედით მიგრაციის სამსახურში და გამოგვაბრუნეს უკან რომ აღარ ვიძლევით 14 წადით სახლშიო. ამიტომ სტრესი უნდა დავისტრესოთ, უნდა ვინერვულოთ და მოვიდეს კარტა, მოვა კარტა, იბეჭდება ერთ თვენახევარში, გადარბენები ორჯერ მიგრაციის სამსახურში უნდა მიხვიდეთ, უკვე ერთხელ მისვლა აღარ ყოფნის.
თქვენ და თქვენი პატრონი რა თქმა უნდა და კარტა მოვა თუ არა, ეგრევე უნდა გადავიდეთ ჩალიშმაზე და ჩალიშმის ხარჯიც კიდევ ცალკე. მეორე გზა თუ პატრონს არ ეჩქარება, თუ პატრონს შეუძლია რომ ან ვინმე დამტო თქვენი შემცვლელი ვიღაცა დატოვოს, არის მეორე გზა, უნდა შემეხმიანოს, თქვათ სანამ დრო დაგიმთავრდებათ, რა თქმა უნდა აუხსნი ყველაფერს, დოკუმენტები გავამზადებთ, გამოგაგზავნიან საქართველოში და აქაც რა თქმა უნდა საქართველოში რიგი პროცედურებია, თარგმნებია, დამოწმებებია, განაცხადის სწორად გაკეთება არის, საკონსულოს რანდევუს აღება, ანუ ჯავშანის აღება, თელი რიგი სიტუაციები, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მე ვაკეთებ, მე ვთარგმნი, მე ვამოწმებ, იცით რომ მე უკვე ოფიციალური თარჯიმანი ვარ და შევდივართ საკონსულოში, ვიღებთ კოდს, რეფერენს ნუმარას და მე ისევ სამუშაო ჩალიშმა ბაქანის სისტემაში მე და პატრონი ვტვირთავთ ყველაფერს და ველოდებით პასუხს. პასუხი დაახლოებით 15-20 დღეში მოდის. არის უფრო კიდევ ამ მეორე გზის უფრო ადვილი ვარიანტი, მაგრამ ცოტა ხარჯიანია. თქვათ მაგალითად ერთი თვე ახართ შესული საქართველოში, თურქეთში უბრალოდ ვესაუბრე პატრონს, პატრონმა მითხრა მაგალითისთვის გეუბნებით რომ პირველი ვარიანტი არ მომწეს, არ მაქვს მამდენი დრო რომ ვირბინო გიოჩიდარეში, ვისტრესო, ველოდო, შემიძლია გაუშვას საქართველოში ქალბატონი, მაგრამ იქ რომ არ ვალოდინო თუ არსებობს ესეთი გზა. მაგალითს გიხსნით. არსებობს თქვათ ერთი თვე დახარჯეთ, გააქვთ ორი თვე, ხო? მაგრამ ცოტა გზების ხარჯის სიტუაცია არის. მოდიხართ საქართველოში, მე მაქსიმუმ დამოკიდებული ვარ თქვენზე, თუ იუსტიციის სახლიდან სასწრაფო დოკუმენტებს ავიღებთ, ერთდღიანი დოკუმენტებიც არის, მაქსიმუმ 3 დღეში მე ვამთავრებ საქმეს, შეგიშვებ საკონსულოში, მაქსიმალურს მაგ 2 დღეზე შემიძლია აიღებთ რეფერენს ნუმარს და ისევ წახვალთ თურქეთში. მე და თქვენი პატრონი დავასრულებთ იმ რეფერენს ნუმარს და ამ კოდით სამუშაო უფლების განაცხადს და დაველოდებით. თქვენ თურქეთში ხართ, აგრძელებთ მუშაობას. ხო გამიგე, შეიძლება 20 დღეში მოვიდეს, შეიძლება 25 დღეში მოვიდეს, ოღონდ თქვენი ვიზა არ უნდა დამთავრდეს, კაჩაკი არ უნდა გახდეთ. ორი თვე გაქვთ ხელში, ხო? მაგალითად 20 დღეში მოვიდა, რა გამოვიდა, ერთი თვე მაშინ გქონდათ დახარჯული, კიდევ 20 დღე დაემატა, თქვათ გავიდა 50 დღე ვიზა მაინც გაქვთ. მაგრამ თანხმობა როცა მოვა, ისე უნდა წამოხვიდეთ საქართველოში, ისე უნდა ჩაარტყმევინოთ ვიზა, სამუშაო უფლების ვიზა, რომელსაც კოდი აქვს და იმ კოდით უნდა გატარდეთ საზღვარზე და დაბრუნდებით და რა თქმა უნდა სამუშაო უფლების კარტა, ჩალიშმეიზინის კარტა მოდის თქვენს მისამართზე. ეს ვარიანტით შეიძლება 3 თვიან შესრულებზე. სხვა ვარიანტები ქალბატონებო არ არის. დღეს რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი ჩავატიე და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ და არ ვიცი დედაშვილურად, მამაშვილურად, დაძმურად როგორც გინდათ ისე მიიღეთ. ისეთი კითხვებს მეც უხარხულავ დგები და ზოგჯერ მეც ნერვულობ რომ ვერ ვცემ პატივს. ისეთ კითხვებს ნუ მისვამთ, რომელიც რომ მე არ მაქვს ეს სისტემა ძალიან ბევრი მოდის რომ გიორგი პირადობა რომ გამოგიზანო, პასპორტი რომ გამოგიზანო, ჯარიმა შემიმოწმე, არამდენი დამჩა შემიმოწმე, ნეტა თუ გადამიშვებენ, მე ხომ იქ არ ვზივარ ქალბატონებო, მე რომ ვიჯდე იქ, ან ანკარაში რომ ვიჯდე და ჩემზე იყოს თანხმობები, ჩემ ქართველებს საერთოდ მუდმივ ბინადრობას მივცემ და საერთოდ უბიზო მიმოსვლას გავაკეთებ თურქეთის რესპუბლიკაში, მაგრამ არ მაქვს შესაბამისი სისტემა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე რომ ეს გაგიგოთ თქვენ, თუ გადაგიშვებენ, ან იტალიდან გადმოგიშვებენ, თურქეთიდან გადაგიშვებენ, მაშინ უნდა მქონდეს თურქეთის საბაჟო პოლიციის სისტემა. სამწუხაროდ ეს არ მაქვს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეული თქვენთაგანს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მშვიდობიანად დაგაბრუნოთ თქვენს ოჯახებში.